5 თებერვლის საღამოს ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი შვილის დაბადების დღეზე იყო მიყვანილი. თქვენ თუ იყავით ამის შესახებ ინფორმირებული, თუ იცით ამის შესახებ საქმის კურსში? არ ყოფილა ასეთი, არ გაქვთ თქვენ ინფორმაცია? არა, როგორ შეიძლება ახლა საიდან პენტენსიურ დაწესებულებამ გაყვანილი იყო? საიდან? რამდენიმე საათით. აბსურდული ინფორმაციები არა. შაბათის ფორმულას კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ 5 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილის შვილის დაბადების დღეზე იუბილეარს სახლში პატიმარი მამა დახვდა. ხომ არ ყოფილა თქვენთან თხოვნა მაგალითად, რომ მომხდარიყო ასეთი რაღაც 5 თებერვლამდე? არა. თხოვნა რომ სადმე გაეყვანათ ირაკლი ღარიბაშვილი? არც ასეთ ფაქტს ქონია ადგილი თქვენი ინფორმაცია. არც ასეთ ფაქტს ქონია, რა თქმა უნდა, საიდან აბსურდია რა. ეჭვი რომ იუსტიციის მინისტრს პაატასალიას შესაძლოა არაფერი სცოდნოდა საფუძვლიანია. წყაროს ინფორმაციით ყოფილი პრემიერის რუსთავის ციხიდან რამდენიმე საათით საიდუმლოდ გაყვანა. სავარაუდოდ ამავე დაწესებულების დირექტორმა ზურაბ მოდებაძემ უზრუნველყო. მას 2 დღის განმავლობაში ვეძებდით, თუმცა უშედეგოდ. ბატონო ზურა, ერთი წუთით თუ შეიძლება როგორც ვიცი 5 თებერვალს გაიყვანეს ირაკლი ღარიბაშვილი და თქვენი გადაწყვეტილებით იყო. თქვენი გადაწყვეტილებით იყო გაყვანილი. როგორც ხედავთ, უშედეგო აღმოჩნდა მასთან სატელეფონო კომუნიკაციაც. დაპირების მიუხედავად არათუ აღარ დაკავშირებია, არამედ ტელეფონი გაგვითიშა მას შემდეგ, რაც დეტალების დასაზუსტებლად კვლავ დავურეკეთ. მისთვის გვინდოდა გვეკითხა უზრუნველყო თუ არა ყოფილი პრემიერის გაყვანა და როგორ, ან რის საფუძველზე და რა კავშირი აქვს მას ირაკლი ღარიბაშვილთან. კითხვა, დახვდა თუ არა შვილს დაბადების დღის ღამეს სახლში პატიმარი მამა, დავსვით ვაკეში ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთანაც. წყაროს ინფორმაციით რუსთავის ციხიდან საიდუმლოდ გამოყვანილი ექს-პრემიერი 5 თებერვალს გვიან ღამით სწორედ აქ, მოსაშვილზე სახლში იმ დროს მოიყვანეს, როდესაც ოჯახი დაბადების დღის წვეულებიდან უკან ბრუნდებოდა. ამის გადამოწმებას ექს-პრემიერის პირად დაცვასთან ვცდილობთ. 5 თებერვალს თუ ნახეთ თქვენ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი შვილის დაბადების დღეზე სახლში ყავდათ მოყვანილი ჩვენი ინფორმაციით. ასეთი ცრო ინფორმაციის მოგონება, კაცი, იცით სადაც არის. როგორ შეიძლება ასეთ რამის მოგიხსნა? არა დასტურებთ თქვენ. არა, ვადასტურებ კი არა, კატეგორიულად თუ არ ყოფ. ტყუილი არის. კითხვა, ვინმეს როგორ დაებადა? ასისულელი არის. ეს ელიტური პატიმარია და გაჩნდა ამიტომ დაეჭვები ამასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი ტყუილი არის. იყო რომ მომხდარი იყო ეს. სრული სიცრუე არის. იმას რომ დაბადების დღე ექს-პრემიერის შვილს ნამდვილად ჰქონდა საჯარო წყაროების გარდა მისი დაცვაც გვიდასტურებს, თუმცა მისი ციხიდან გამოყვანის ამბავს კატეგორიულად უარყოფს. წვეულება ხომ ჰქონდა ნამდვილად მისი შვილის დაბადების დღე, ხო იყო 5 თებერვალს. დაბადების დღე როქონ ანდრიას 5 თებერვალს დაბადების დღე ბაობს, კი. კი. კი ბატონო, დაბადების დღე აქვს 5 თებერვალს ანდრიას, კი ბატონო. დასაკვირია რამე? გადაიხადეს ვაკის წისქვილში. ხო ესე იყო. რა იყო და როგორ იყო გეუბნებით რომ ირაკლი იქ არ ყოფილა და ეხლა დანარჩენი იქ არა სახლში არც სახლში და არც ასად ირაკლი სადაც დღეს არის იქ იყო მაშინაც ვიღაც ბოროტისგან მოგონილი ალბათ რა ვიცი თქვენ როდის ნახეთ ბოლოს ბატონი ირაკლი დაჭერის წინა დღეს ციხეში შესვლის წინა დღეს კომუნიკაცია ვცადეთ მის ოჯახის წევრებთანაც მათგან კავშირზე მისი მამა ტარიელ ღარიბაშვილი გამოვიდა არ გაქვთ ძველი გავლენები თუ გავლენიანი ძველი ახლობლები მოხდა თუ არა რამდენიმე საათით ციხიდან ოჯახში ექს-პრემიერის ეტაპირება დეტალების დაზუსტებას ვცდილობთ მის ადვოკატებთანაც ლილი გელაშვილი ამბობს რომ ის ყველა სხვა პატიმრის მსგავსად თანაბარი პირობებით სარგებლობს და მის ციხიდან გაყვანას კატეგორიულად გამორიცხავს არ მაქვს ინფორმაცია კი არა არ არის სიმართლე შეიძლებოდა რომ ისე მომხდარიყო რომ თქვენ საქმის კურსში არ ყოფილიყავით გამორიცხულია ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში ყოფილით და ერთი რაიმე უპირატესობითაც კი უპირატესობას საისტიბოლურად ვაპობ არ სარგებლობს ვიდრე სხვა პატიმარი წარსულში მისი გავლენებიდან გამომდინარე რატომ გამორიცხავთ რომ შესაძლოა ასეთი რამ მომხდარიყო პირდაპირ მეტყველებს მის გავლენებზე ის რომ დღეს ციხეში ზის კუფიცი ამავე პოზიციას აფიქსირებენ ექს-პრემიერის ადვოკატები ამირან გიგუაშვილი და მიხეილ შაყვილაშვილი ციხიდან აი ამ საფრეშში გეხოცებით რა გინდათ ოფიციალურად ჩაწერეთ ეგროს ყაპარია და გინდა ისე ჩაწერეთ რა მარაზმია რა უკვე რა შეიძლება რომ ასეთი რაღაცას მეუბნებით ეხლა რაღაცა აი უყურეთ არა მისმინეთ ისეთ რაღაცას მეუბნებით ეხლა ცოტა წყობიდან გამოვედი რა
რომ აი რაღაცა მოიგონა ვიღაცამ და ეს ხო ესეა მეუბნები და მე უნდა მიმართო არა ეს იცით რა არის არ არის ესე როცა შეუძლებელია თვითონ რა მოხდეს ეს სულელი რა ვიცი ეგეთი სულელზე დავსრულე რანაირად გავაკეთო კომენტარი გამორიცხავთ ამას რა თქმა უნდა გამორიცხავ და რა თქმა უნდა არის ასული აბსურდი გაგრძელებით მას შემდეგ რაც შაბათის ფორმულას ანონსი ეთერში გავიდა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსთავის მე-12 დაწესებულების დროებით დატოვება კატეგორიულად უარყო და ამბავს დეზინფორმაცია უწოდა ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არა თუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან. ამასთანავე საზოგადოების ინფორმირების მიზნით განუმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსის შესაბამისად სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა შესაძლოა დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება. ასევე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ექს-პრემიერს ოჯახთან კვირაში ერთხელ მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია აქვს. რეალურად რა მოხდა 5 თებერვალს რუსთავის ციხეში ბუნდოვანია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. შაბათის ფორმულასთვის კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციას, რომ შვილს დაბადების დღეზე პატიმარი მამა რამდენიმე საათით სახლში მიუყვანეს, ცხადია არავინ დაადასტურებს, არც ამის მოლოდინი გქონია, თუმცა ეჭვებს აღრმავებს ამბავში სავარაუდოდ ჩართული პირების, განსაკუთრებით კი ციხის უფროსის პასუხები, უფრო სწორად კი პასუხების არ ქონა. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პირობებშიც ალბათ მაინც ციხეში აღმოჩნდებოდა, ფაქტია, რომ ახლა საპატიმროში არა რეალური დანაშაულის, არამედ ოლიგარქის პირადი შურისძიების გამოზის, მაგრამ მაინც წარსულში ახლობლობის გამო, ხომ არ არის ექს-პრემიერი იმ ელიტურ პატიმართა შორის, რომელთა მიმართაც ოლიგარქი მოწყალეა, ეს დაზუსტებით არავინ იცის. ალბათ შეკითხვაც რიტორიკულია და მასზე პასუხს მხოლოდ დრო და განვითარებული მოვლენები გასცემს.